შუადღე TV3-ზე გიბრუნდება ძვირფასო ტელემაყურებელო და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი კლინიკა ლანცეტი პირველ ახალ წელს ხვდება. ეს მეგა სამედიცინო დაწესებულება მოგეხსენებათ 2014 წლის მაისის თვეში გაიხსნა და სულ მოკლე ხანში დაიმკვიდრა ადგილი ამიერკავკასიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს შორის. დღეს ჩვენ სტუდიაში გვესაუბრება და გვესტუმრა ლანცეტის დამფუძნებელი მმართველი ბატონი ფარმან ჯეირანლი და გენერალური მენეჯერი ქალბატონი რამილია ალიევა. დიდ მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის, იმ კარგი საქმისთვის, რომელსაც თქვენი კლინიკა ახორციელებს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში და რა თქმა უნდა სტუდიაში მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ. ამდენად ცნობილია, ალბათ არ ვიცი, იციან თუ არ მე ვიცი, რომ ფართო წრეებში და სამედიცინო სფეროში ბატონ ფარმანს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან თქვენ ბრძანდებით ცნობილი ქირურგი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მით უმეტეს ძალიან კარგად გიცნობენ და საკმაოდ დიდი წარმატებებით თქვენ საქმიანობთ თქვენს კონკრეტულ სფეროში ქირურგიაში. მოდით თქვენ გააცანით თქვენი თავი მაყურებელს და მოუყევით თქვენი აი ნაბიჯების შესახებ, რომელიც კონკრეტულად თქვენ როგორც ექიმს გაქვთ გადადგმული. Birincisi sizin studiyanın əməkdaşlarını qarşıdan gələn yeni il münasibətindən ürəkdən təbrik edirəm. Sizə can sağlığı, uğurlar, bolluq arzu edirəm. Eyni zamanda bütün ölkəmizin vətəndaşlarını təbrik edirəm. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, ყველა თქვენი გადაცემის ყველა თანამშრომლებს, ასევე მინდა სრულიად საქართველოს მოულოცო დამდეგი შობა ახალი წელი, გისურვეთ ჯანმრთელობა, პარაქა და წარმატებები ახალ 2015 წელს. Özümlə bağlı qısaca arayış vermək istəyirəm. Mən Tibb Universitetini Azərbaycanda bitirmişəm. Ondan sonra Moskva şəhərində Seçinov adına Tibb Akademiyasında fəaliyyət göstərmişəm. Cərrahi xəstəliklər kafedrasında. ჩემს შესახებ შევეცდები რომ მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ. მე სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე აზერბაიჯანში, კერძოდ ქალაქ ბაქოში. აზერბაიჯანის მერე ჩემი მოღვაწეობა გრძელდებოდა რუსეთში, მოსკოვში, სეჩენოვის სახელობის აკადემიის კლინიკაში მე მოღვაწეობდი და იქ ჩამოყალიბდი, ასე ვთქვათ, ქირურგად. Demək 12 il ərzində mən Moskvada fəaliyyət göstərmişəm. 32 yaşında o illər üçün o çox gənc bir yaş idi. Mən tibb elmləri doktoru adını almışam. მე 12 წლის განმავლობაში მოღვაწეობდი რუსეთში და რაც იყო მაგ დროისთვის ძალიან გასაკვირი, 32 წლის ვიყავი, როცა უკვე სამედიცინო დოქტორი გახდით, ანუ გავხდი აკადემიკოსი ამ მედიცინის კუთხით. Eyni zamanda cərrahi fəaliyyətlə məşğul olmuşam çox intensiv şəkildə. 10 mindən artıq cərrahi əməliyyat indiyənə kimi həyata keçirmişəm. Moskvadan sonraki fəaliyyətim Azərbaycan Respublikasında Bakı şəhərində olub. Əvvəlcə Səhiyyə Nazirinin elmi işlər üzrə müavini vəzifəsində çalışmışam. Sonradan Elmi Tədqiqat Cərrahiyyə İnstitutunda əvvəlcə direktor müavini, sonradan həmin institutun direktoru və nəhayət eyni zamanda Respublikanın baş cərrahi vəzifələrində çalışmışam. Moskvაში მოღვაწეობის პერიოდში პარალელურად ვიყავი აქტიური ქირურგი, დღემდე 10,000-ზე მეტი ქირურგიული ჩარევა მაქვს გაკეთებული მე თვითონ მოსკოვში, ხო, დღემდე 10,000-ზე მეტი ქირურგიული ჩარევა მაქვს გაკეთებული. მოსკოვის შემდეგ ჩემი კარიერა, ასე ვთქვათ, ექიმის კარიერა და როგორც მეცნიერის კარიერა გრძელდებოდა აზერბაიჯანში. მე აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიყავი სამეცნიერო საქმიანობის დარგში და ასევე ამ თანამდებობის მერე ვმუშაობდი აზერბაიჯანის ქირურგიული ცენტრში, აზერბაიჯანის ქირურგიული ცენტრის დირექტორის მოადგილე ვიყავი, შემდეგ დირექტორი და მას შემდეგ უკვე რესპუბლიკის მთავარი ქირურგის თანამდებობა მეკავა. Azərbaycanda ilk özəl fəaliyyət məşğulu başlayanda mən ilk xəstəxanalardan birini Bakıda açmışam. Onun da adı Lançet Cərrahlıq Klinikası. როცა უკვე დაიწყო კერძო კლინიკების მშენებლობა და კერძო კლინიკების ბიზნესი, ასე ვთქვათ, მე ვიყავი პირველი ადამიანი აზერბაიჯანში, რომელმაც გახსნა კერძო კლინიკა. ბაქოში მოღვაწეობს ეს კლინიკა დღესაც და ამ კლინიკას ჰქვია ბაქოს ქირურგიული ცენტრი ლანცეტი.
Eyni zamanda bir çox ölkələrdə fəaliyyət göstərmişəm. Amerika Birləşmiş Ştatlarının Houston şəhərində Baylor Medical Mərkəzində fəaliyyət göstərmişəm. Türkiyənin bir çox klinikalarında olmuşam, eyni zamanda Avropanın bir çox klinikalarında olmuşam. აზერბაიჯანის გარდა მე მოღვაწეობდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონში, ბეილორის სახელობის კლინიკაში ვიყავი ქირურგად, ასევე თურქეთის რამდენიმე ქალაქში მუშაობდი წამყვან ქირურგად. Ჟენერია და საინტერესოა, როდესაც ადამიანს მართლაც აეხლა დიდი გამოცდილება აქვს, ამხელა პრაქტიკა თქვენ იგივე რუსეთში, აზერბაიჯანში, ევროპის სხვა ქვეყნებში, ამერიკაშიც კი მოღვაწეობდით. საბოლოოდ გადაწყვეტეთ, რომ საქართველოშიც გააკეთებთ აეხლა დიდი მეგა სამედიცინო ცენტრი. რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე, რა იყო ეს თავარი არსების? Ona görə ki, mən Gürcüstanda anadan olmuşam. Valideynlərim Gürcüstanda yaşayıblar. Hazırda anam yaşayır Kaxetyada Yormuğanlı kəndində və mən Gürcüstanı özümə doğma vətən hesab etmişəm. იმიტომ რომ ამის პირველი მიზეზი იყო ის, რომ მე საქართველოში დავიბადე, საქართველო ჩემი სამშობლოა, საქართველოში ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები, დღესაც დედაჩემი მცხოვრობს საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში და ჩემთვის საქართველო ყოველთვის იყო მშობლიური მხარე, მშობელი და ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი პირველი მიზეზი ზუსტად ეს იყო. Digər yanaşı faktorlar da var. Gürcüstan ölkəsinin coğrafiyası, regionda yerləşməsi, eyni zamanda xüsusi olaraq son vaxtlar gedən pozitiv proseslər. Yəni bu günləri bərkdən ucadan söyləmək olar ki, Gürcüstan azad, demokratik, hüquqi dövlətdir. და ამ იმასთან ერთად რომ საქართველოს ჩემი სამშობლოა იყო კიდე რამდენიმე ფაქტორი რომელიც იმოქმედა ჩემ არჩევანზე. ეს იყო საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა, ეს იყო საქართველოს ასე ვთქვათ განვითარების მაჩვენებლები. დღეს შესაძლებელია რომ ხმამაღლა ვთქვათ რომ საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა და ბოლო დროს განვითარებული პოზიტიური მოვლენები შედეგად მე მაგიტომაც მივიღე ესეთი გადაწყვეტილება რომ ინვესტიცია ჩაიდოს საქართველოში. Bundan başqa heç kimə sir deyil ki, regiondan bir çox hallarda xəstələr o cümlədən Gürcüstandan məcbur olurdular. Xarici dövlətlərə üz tuturdular, müayinə üçün, müalicə üçün. Bu günləri biz elə bir mərkəzin yaradılmasına nail olduq ki, artıq o şeyləri etməyə ehtiyac qalmır. Əksinə, Lansit Tibb Mərkəzinə həm bölgədən, eyni zamanda Türkiyədən, Avropadan, artıq hətta bizim Amerikadan da pasientlərimiz olur. და არავისთვის არ არის საიდუმლო ის მოვლენა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოდანაც, ჩვენი რეგიონიდანაც მკურნალობის მიღებისთვის, სამედიცინო დიაგნოსტიკისთვის ხშირად მიმართავდა საზღვარგარეთის ქვეყნებს, ჩადიოდა საზღვარგარეთში, რომ იქ მიიღოთ სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა. და ჩვენ ამ შემთხვევაში სამედიცინო ცენტრი ლანცეტმა მიიღო ეს ასე ვთქვათ ტვირთი თავის თავზე და დღეს ყველა მომხმარებელს, ყველა ბენეფიციარს წარუდგენს ყველანაირ შესაძლებლობას იმ მკურნალობის თუ პირველად დიაგნოსტიკის თუ შემდგომი ქირურგიული ჩარევის, რაც კეთდებოდა საზღვარგარეთ. ჩვენც ვაკეთებთ ამ ყველაფერს უმაღლეს დონეზე და მინდა რომ ბატონი ფარმანი აღნიშნავს რომ კიდევ ერთი ფაქტი არსებობს რომ დღეს არამედ ჩვენგან მიდიან საზღვარგარეთ სამკურნალო თუ დიაგნოსტიკისთვის, არამედ ჩვენთან ჩამოდიან სამკურნალო და დიაგნოსტიკისთვის. რამდენიმე ჩვენი პაციენტი, ბოლო პაციენტები იყვნენ ევროპის ქვეყნებიდან, დანიიდან იყვნენ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყვნენ და ერთ-ერთი ბოლო ჩვენი პაციენტი არის შვეიცარიიდან, რომელიც გადის ჩვენთან მკურნალობის კურსს. აღარაფერს ვამბობთ სამეზობლო ქვეყნებიდან, თურქეთი, თქვათ იგივე რუსეთის ჩვენი სამეზობლო მხარე და როგორც ვიცი აზერბაიჯანიდანაც ან ბევრი Azərbaycandan gələn xəstələr. Bizə bu günləri ən çox müraciət edən xəstələr ilə Azərbaycandan gələn xəstələrdir.
xaricdən gələn xəstələrin xüsusi çəkisinə baxdıqda birinci yerdə Azərbaycan gələn xəstələrin sayına görə onlar tutur. თუ ჩვენ ვნახავთ ჩვენ სტატისტიკას, ანუ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ და ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ძირითადად პირველ ადგილზე ყოველთვის არის აზერბაიჯანის მოქალაქეები და შემდგომ არის უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ძირითადი ბენეფიციარი, რომელიც ჩამოდის საზღვარგარეთიდან, ეს არის აზერბაიჯანის მოქალაქეები. Bütün bunlar ancaq xəstələr üçün komfort, keyfiyyətli müalicə ilə bərabər eyni zamanda ölkəyə pul axını deməkdir. ეს ყველაფერი იმასთან ერთად, რომ ჩამოსული საზღვარგარეთიდან ჩამოსული პაციენტი იღებს ჩვენთან სამედიცინო ცენტრ ლანცეტში სრულფასოვან და მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას, კიდევ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები აქ საქართველოში ხარჯავენ ფულს. ეს უკვე არის ფულის დინება ქვეყანაში. ხმებრივი რა თქმა უნდა. თქვენ ახსენეთ იგივე ის ინვესტიციები, რომელიც კარგი გარემო, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ფაქტორად საქართველოში იყო და ამის გამოც კი თქვენ ახსენეთ, რომ გადაწყვიტეთ ლანცეტის საქართველოში გახსნა. დღეს როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაა, რა ვითარებაა ინვესტირების კუთხით და პრობლემები, ვთქვათ, დადებითი მხარეები რა შეიძლება გამოიყოს? Mən bir investor kimi nələri demək istəyərdim. Əlbəttə, bu günləri yuxarıda qeyd etdiyim kimi bir çox faktorlar rol oynayır ki, Gürcüstana daha çox investisiya gəlsin. Həm coğrafiyası, həm bir daha təkrar edirəm, Gürcüstanda artıq demokratik, azad, hüquqi dövlət qurulur. Elə götürək sizin münasibəti mətbuatın. Yəni, bütün bu şeylər imkan verir ki, bu günləri Gürcüstana investisiya yağış şəklində gələ bilər. Yəni, sel kimi gələ bilər. Bundan ötürü çoxlu zəminlər var. მინდა აღნიშნო, როგორც ერთი ინვესტორი, რომელმაც ჩადო ინვესტიცია საქართველოში, რომ საქართველოში მართლაც არსებობს ძალიან ბევრი დადებითი მხარე იმისთვის, რომ ჩაედოს ინვესტიცია. საქართველოს, როგორც აღნიშნე წინა საუბრის დროს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც არის დემოკრატიული, თავისუფალი და იურიდიული, ასე ვთქვათ, გარემო იმისთვის, რომ შენ განახორციელო შენი საქმიანობა. აი თუნდაც თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მედია სივრცის საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს ეს ნიშე თავისუფლების, ასე ვთქვათ, და საქართველოს დღევანდელი გარემოება ყველაფერს აძლევს იმისთვის, რომ საქართველოში ინვესტიციები შემოდიოდეს როგორც წვიმა, ასე ვთქვათ, როგორც ძლიერი დინება და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში არის ამის სერიოზული გარემო. Təəssüflər olsun ki, bəzi məqamlar var, mən xüsusi olaraq qeyd etmək istəyirəm ki, bir çox investorların bura gəlməsinə, cəlb olunmasına maneçiliklər törədir. მაგრამ მე მინდა აღნიშნო კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი, რომ ხშირად უფრო მეტი ინვესტორის ჩამოსვლისთვის საქართველოში და ინვესტიციების დაბანდებისთვის ხდება, ასე ვთქვათ, ხელოვნური ბარიერები იქნება. Bunu bilməkdən ötürü kompleks şəkildə təhlil aparmaq lazımdır. Məsələn, bu gün fikirləşmək lazımdır ki, nəyə görə Gürcüstana daha çox investor cəlb oluna bildiyi halda bu günləri bu proses baş vermir. Bunun səbəblərini təhlil edib araşdırmaq lazımdır. იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ მიზეზი, თუ რატომ არ არის იმ ხელა საინვესტიციო მოზიდულობა დღესდღეობით საქართველოში, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ამ გარემოებების ანალიზი. თუ რატომ, როცა აქვს ქვეყანას ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაედოს, ეს არ კეთდება. ან უფრო მეტი ინვესტორი არ ჩამოდის. ეს ალბათ არის იმ ჯგუფის სამუშაო გეგმა უნდა იყოს, რომელმაც უნდა იმუშაოს იმაზე, რომ უფრო მეტი ინვესტორი იყოს მოზიდული საქართველოში. Zənnimcə bunun əsas səbəblərindən biri investisiya ilə bağlı qanunvericilikdə, qanunda olan defektlərdir. მე ვფიქრობ, რომ ამის
ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს ინვესტიციასთან დაკავშირებულ კანონში არსებული დეფექტები. ან მოდით დავარქვათ ამას სიცარიელეები, რომელზეც აუცილებლად უნდა იმუშაონ შესაბამისმა ორგანოებმა. Hakimiyyətlər dəyişir, ancaq təəssüflər olsun ki, qanunlar olduğu kimi qalır. ხელისუფლებები იცვლება, სამწუხაროა რომ კანონები რჩება ისევ როგორც იყო. ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ კანონები უნდა გადაიხედოს და უნდა იყოს მიბმული იმ პერიოდთან, რა პერიოდშიც ცხოვრობს ქვეყანა. თუნდაც ის კანონები ინვესტორების შესახებ უნდა იყოს შესაბამისი იმისთვის, რომ მოიზიდოს უფრო მეტი ინვესტორი ქვეყანაში. Hansı məmurun işləməsindən asılı olmayaraq, o məmur məcburdur bugünkü mövcud qanun çərçivəsində hərəkət etsin. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ არის თანამდებობაზე. თანამდებობის პირი აუცილებლად უნდა მუშაობდეს, აუცილებლად უნდა მოღვაწეობდეს საქართველოში არსებული კანონების მიხედვით, საქართველოში არსებული ქვეყნის მოთხოვნებებიდან გამომდინარე. Bugünkü Gürcüstandakı investisiya ilə bağlı qanunlar o formada vaxtilə bilərəkdən, bilmirəkdən qəbul edilibdir ki, o ancaq investora problemlər yaratmağa xidmət edir. Nəhayət investorun obyektinin hansısa yollarla ya böyük cərimələr edilərək, ya da hansısa başqa formalarla onun əlindən alınmasına xidmət edir. მინდა აღნიშნო, რომ ის საინვესტიციო კანონები, რომელიც არის და მოქმედებს დღეს საქართველოში თავის დროზე, შეიძლება იცოდნენ და სპეციალურად არის ეს გაკეთებული, შეიძლება დაუფიქრებლობის გამო არის ესე გაკეთებული. ძირითადად ემსახურება იმას, რომ ზღუდავს ინვესტორს და სამომავლოდ საქმე მიდის იქამდე, რომ ან ის ობიექტი, რომელშიც ინვესტორმა çado investitsiya წაართვან, ან დააჯარიმონ. Əlbəttə bütün bu şeylər investorları qorxudan faktorlardır. Ona görə də investorlar buraya belə ürəklə gəlmirlər, qorxurlar. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის საკმაოდ დიდ შიშებთან დაკავშირებული. ინვესტორები ამ ყველაფერს რო ხედავენ, როცა აწონ-დაწონიან იმ რისკებს, რა რისკები შეიძლება ელოდებოდეთ ამ კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხშირად არ რისკავენ საქართველოში ინვესტიციების ჩადებას და თავს არიდებენ და რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ სამწუხარო ფაქტი. Bir misal çəkə bilərəm konkret faktorlara. მე შემიძლია ერთი მაგალითი მოვიყვანო, როგორც კონკრეტული ფაქტი. საინტერესოა. Sahibkərə məsələn verirlər yer sahəsi, tutaq ki 10.000 kvadrat metr. Bunun da maksimum qiyməti olsun 100.000 lari. აი, მაგალითად ერთ-ერთ მესაკუთრეს აძლევენ, ანუ ინვესტორს აძლევენ, ვთქვათ 10.000 კვადრატის მიწას და რომლის ღირებულება შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ $100,000. İnvestor 20 milyon, 30 milyon eləsi var, 40 milyon pul qoyur. არსებობენ ინვესტორები, რომლებიც ამ მიწაზე დებენ 20 მილიონიან, 30 მილიონიან, ზოგჯერ 40 მილიონ დოლარიან ინვესტიციას. Mövcud o qanunvericilik çərçivəsində məsələlər o istiqamətə yönəlir ki, axırda 100 minlik torpaq sahəsinə görə investor hərdən 30-40 milyonluq obyekti itirməli olur, ya da elə cərimələr tətbiq edirlər ki, investor o obyektini də qoyur yarımçıq çıxır gedir. ზოგჯერ საქმე მიდის იმ დონემდე, რომ ინვესტორი დღევანდელი, ანუ ვთქვათ, ინვესტიციის შესახებ კანონებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ინვესტორი ვარდება ისეთ სიტუაციაში, რომ იმ მიწის გამო, რაც შეიძლება მაქსიმუმ $100,000 ღირდეს, კარგავს თავის 40 მილიონიან უკვე თითქმის უკვე დასრულებულ ინვესტიციას, ან ისეთი დონით ჯარიმები წესდება, რომ იძულებული ხდება, რომ ეს ინვესტიცია, ეს საქმე რაც დაიწყო, დატოვოს და წავიდეს ქვეყნიდან. Ona görə də mənə elə gəlir ki, bu sahədə ciddi düşünmək lazımdır. Qanunvericilikdə ilk növbədə dəyişikliklər eləmək lazımdır, investorları cəlb etməkdən ötürü.
ამიტომაც ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ ინვესტიციის შესახებ კანონი კიდევ ერთხელ გადაიხედოს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ინვესტორების მოზიდვა მოხდეს ქვეყანაში და ყველანაირი გარემო იყოს შექმნილი იმისთვის, რომ ინვესტორი მოდიოდეს და არ მიდიოდეს ქვეყნიდან. İlk əlbəttə investorlar pul gətirir, iş yerləri açır. Onlara isti münasibət olmalıdır. Onlara lazım gələndə yardımlar göstərilməlidir. Bu günləri dünyada ekonomik krizisdir. Yəni insanlar hansılar ki Gürcüstana pul qoymaq istəyir, Gürcüstanda iş yerləri açmaq istəyir, onlara ən azından isti normal münasibət göstərilməlidir. Onlara qayğı olmalıdır. Yəni onun problemlərinə yabancı münasibəti olmamalıdır. Çünki bu həm ölkənin, həm də investorun müştərək problemidir. Ყველა ახალი ინვესტორი ქვეყნისთვის არის ახალი სამუშაო ადგილები. ქვეყნისთვის ახალი გადასახადები, ქვეყნის ბიუჯეტისთვის ახალი თანხები. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ თვითონ სახელმწიფოსგან, შესაბამის ორგანოებისგანაც ინვესტორების მიმართ უნდა იყოს უფრო თბილი დამოკიდებულება, უფრო ყურადღებიანი დამოკიდებულება და ნიადაგ იმისათვის, რომ ადამიანებს უნდა აქ საქმის კეთება. მუშაობა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში ინვესტორი რომ მოდის, ინვესტორი როცა აქ ინვესტიციას დებს, ის უპირველეს ყოვლისა ასაქმებს საქართველოს მოქალაქეებს. დასაქმებული ყველა საქართველოს მოქალაქეს ოჯახში შედის ის ფული. მიუხედავად დღევანდელი ეკონომიკური ჩვენ ვიცით რომ დღეს მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკური კრიზისი და აუცილებელია რომ ბიზნეს სექტორი უფრო განვითარდეს და ხალხს ჰქონდეს არსებობის მინიმუმი და სამსახუროები, რაც მაგალითად დღეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა უმუშევრობა. ამიტომაც მე ვთვლი, რომ ყველანაირად შესაბამისი ორგანოების მხრიდან უნდა იყოს ყურადღება, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი სითბო ინვესტორების მიმართ და როცა საჭიროა დახმარებაც, ინვესტორების დახმარება იმისთვის, რომ მათმა გააგრძელონ ინვესტიციების ჩადება ან ჩადებული ინვესტიციების განვითარება, იმიტომ რომ ყველა ინვესტიციის წარმატება, ყველა ინვესტორის წარმატება არის იმ ქვეყნის წარმატება, იმ ქვეყნის მოქალაქეების წარმატება, რომლებიც არიან ამ ინვესტიციის ნაწილები. ბუნებრივია საპრობილებული მეთოდია, როდესაც მსოფლიოში პირიქით ეხმარებიან კიდეც ახალ საწარმოებს, თქვათ იგივე მსხვილი საწარმო იქნება თუ მცირე წარმოება იქნება, ეხმარება კიდეც ქვეყანა, რომ 2-3 წლით, 5 წლით დიდ საწარმოებს ათავისუფლებენ გადასახადებისგან, რომ შემდეგ, როდესაც მოძლიერდება თქვენი თქმის არ იყოს, ის უკვე ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს, შეაქვს ბიუჯეტს ავსებს, ბიუჯეტში ფული შეაქვს და ის მომგებიანი ხდება საბოლოოდ მე ქვეყნისთვის. ასე რომ ალბათ მართლაც ვინც უნდა იყოს დაინტერესებული და ზოგადად ქვეყნის ხელისუფლება უნდა იყოს ამით დაინტერესებული, რომ ასეთ ადამიანებს გაუფრთხილდნენ, უფრო მეტად შეუქმნან ის ნიადაგი და გარემო, რომ მათ უფრო მეტი სიკეთე გააკეთონ და მეტი დოვლათი შეუქმნან ქვეყანას. თქვენ ახსენეთ ის კადრები, რომელიც დასაქმებული ყავთ ამ ჯერად, თქვათ თქვენს კლინიკაში, რამდენი ადამიანია დასაქმებული სამედიცინო ცენტრ ლანცეტში და მოდი გითხარით, რა თქვენ მაინც გამოცდილი ექიმი ბრძანდებით, როგორ მოგწონთ პროფესიონალიზმი, რომელიც ქართველ ექიმებს გააჩნიათ? Bizdə bu günləri demək həm xaricdə, həm daxildən biz çalışmışıq səviyyəli ixtisaslı kadrları cəlb eləyək işimizə. ჩვენ დღევანდელი დღის მდგომარეობით ყველანაირად შევეცადეთ, რომ საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან ყველაზე კარგი და პროფესიონალი ექიმები, სამედიცინო პერსონალი შევკრიბოთ. Tarixən hələ Sovetlər dövründən belə Gürcüstanda gənc adamlar göndəriblər Avropada oxumağa, təhsil almağa, orada işləməyə, hətta Amerikada da işləyənlər var və ona görə də hesab edirəm ki, Gürcüstanda işləyən həkimlərin səviyyəsi nə Avropadakından, nə Amerikadakından heç də geri qalmır. Sadəcə olaraq həkimlər üçün lazımi maddi texniki bazanın yaradılması vacibi şərtlərdən biri idi. O da artıq olduğuna görə hesab edirəm ki, Gürcüstandakı daxili potensial, Gürcüstanda olan kadrlar səviyyəcə
nə Avropadan, nə də Amerikadan heç də geri qalmır. და აღნიშნო, რომ ისტორიულად, აი თუნდაც საბჭოთა პერიოდი რომ აიღოთ, საქართველოსთან ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიდიოდა საზღვარგარეთ სწავლებისთვის სამედიცინო კუთხით. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ძალიან ბევრი ექიმს, რომელიც დღეს მუშაობს საქართველოში, დამთავრებული აქვს საზღვარგარეთ ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში. იმათგან ძალიან ბევრი დღესაც მუშაობს ამერიკაში და იგივე ევროპის ქვეყნებში და მინდა აღნიშნო, რომ ყოველთვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და ანუ პერსონალი, მეტპერსონალი გამოირჩეოდა საბჭოთა პერიოდის დროსაც საბჭოთა ქვეყნების შორის და მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში მოღვაწე ექიმების კვალიფიკაცია, დონე, ცოდნა არანაირად არ განსხვავდება საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების, ამერიკაში მომუშავე ექიმების, ევროპაში მომუშავე ექიმების დონისგან, კვალიფიკაციისგან. საქართველოში მოღვაწე ექიმებს ერთ-ერთი ჭირდებოდათ სერიოზული თანამედროვე და ასე ვთქვათ, ყველაფრის შემძლე ტექნიკური, მატერიალური სამედიცინო ბაზა, რომელიც ჩვენ შევქმნით და დღეს ლანცეტის არსებობასთან ერთად ჩვენ ქართველ ექიმებსაც აქვთ იმის საშუალება, რომ უფრო განვითარდნენ და ასე ვთქვათ, ბოლო მოდელის სამედიცინო ტექნიკის მეშვეობით იმუშაონ და პაციენტებს მოემსახურონ. Burada individual yanaşma olmalıdır. Yəni Amerikada da, Avropada da yaxşı həkimlərlə yanaşı pis həkimlər də var. Eyni zamanda bu Gürcüstana da aiddir. აქ ამ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა საკითხისადმი, იმიტომ რომ კარგი და ცუდი ექიმი ამერიკაშიც არსებობს, ევროპაშიც და საქართველოშიც. ამიტომ ეს არის საკმაოდ ინდივიდუალური საკითხი. თქვენ ბრძანეთ რომ კვალიფიციური კადრები და ასევე ის მართლაც ულტრათანამედროვე ტექნიკა, რომელიც თქვენს კლინიკაში არის და მართლაც გამორჩეულია ამ თვალსაზრისით სამედიცინო ცენტრი ლანცეტი, რაც ალბათ მთლიანობაში ხდის განსაკუთრებულს და მიმზიდველს სწორედ იგივე არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ აი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის და როგორც თქვენ ბრძანეთ, საზღვარგარეთდანაც კი ჩამოდიან უკვე ჩვენთან ბენეფიციარები. ასევე მე რამდენადაც ვიცი, თქვენ მაქსიმალურად ხელშეწყობა გაქვთ გადახდის თვალსაზრისითაც. იგივე რამდენადაც ვიცი, განმადების პროგრამაც ინერგება. Sizdə çox müasir texnika var bu haqda danışardınız. Bir də sizdə ödəmə sistemi necədir, sığorta ödənişləri? Bizdə gerçəkdən də bu günləri bütün dünyada mövcud olan ən müasir tibbi avadanlıq var. Onların da çalışmışıq ən yaxşılarını alaq. Sığorta ödəmə məsələsinə gəldikdə bütün Gürcüstanda hər yerdə nə cür ödəmələr baş verirsə, bizdə də aynı ilə eynidir. Yəni, biz onlardan heç nəylə fərqlənmirik. Ancaq bizdə bəzi güzəştlər mümkündür. Yəni, qaçqınlardır, kimsəsizlərdir. Bu kateqoriya olan xəstələrə biz güzəştlər edirik. მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ როცა ვქმნიდით ამ კლინიკას, ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ კლინიკა უნდა ყოფილიყო აღჭურვილი ულტრათანამედროვე ტექნიკით, სამედიცინო აღჭურვილობით და დღეს ჩვენ მაგას მივახციეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ კლინიკაში არის ბოლო მოდელის დანადგარები. თითქმის ყველა დანადგარი არის ბოლო წლის გამოშვებული, ამა წლის გამოშვებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია სწორი დიაგნოსტიკის დასმისთვის. რაც შეეხება ფასებს, ჩვენთან ფასები არის იგივენაირად, როგორც დანარჩენ სხვა კლინიკებში. ჩვენთანაც სამედიცინო ცენტრ ლანცეტშიც მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა, ანუ მოქალაქეებს ყველანაირად შეუძლიათ, რომ ისარგებლონ საყოველთაო დაზღვევით და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენთან ხდება სხვა შეღავათების იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სჭირდებათ სხვანაირი დახმარება და გვერდში დგომა. არა ერთხელ მე აღნიშნავ ამას, ბატონი ფარმანი არ იტყუთ ამას, მაგრამ მე აღნიშნავ ამას, რომ არა ერთხელ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ბატონ ფარმანს გაუწევია პირადად დახმარება, პირადად უარი უთქვამს, ანუ კლინიკის, ასე ვთქვათ, მოგებაზე იქნება თუ იმაზე იქნება და მისთვის ყოველთვის ყოფილა მთავარი ადამიანის ჯანმრთელობა. არა ერთხელ თქვენ აქციებს ატარებთ, დადიხართ რეგიონებში და იქ იძულებით გადაადგილულ პირებს თუ სხვა შესაძლებლობა იმ ადამიანებს არ აქვს.
ეხმარებით და უფასო გამოკვლევებს უტარებთ. Biz fəaliyyətə başlayan andan bu günə qədər və bundan sonra da həmin işi davam etdirəcəyik. Biz yerlərə gedirik, kəndlərə, rayonlara. Xüsusi olaraq da əsas seçdiyimiz yerlər qaçqınlar məskunləşən ərazilərdir. Yerlərdə pulsuz müayinələr aparırıq, tibbi yardımlar göstəririk. Lazım olan vaxtda da onları əgər daha ixtisaslı tibbi yardım lazım gəlirsə, onları biz öz klinikamıza dəvət edərək orada müalicələrini davam etdiririk. Გახსნის დღიდანვე ჩვენ მაისის თვიდან როცა გავხსენით, იმ დღიდანვე ძალიან ხშირად ვატარებთ საქველმოქმედო აქციებს, რეგიონებში გავდივართ ჩვენი მობილ ჯგუფით, ჩვენი ექიმებთან ერთად და რეგიონებში ვუწევთ მოქალაქეებს მოსახლეობას უფასო დიაგნოსტიკას და გამოკვლევებს. ძირითადად ის აქცენტი კეთდება ისეთ რეგიონებში, სადაც ცხოვრობენ იძულებით გადაადგილები პირები აფხაზეთიდან და ოსეთიდან. პირები, რომლებსაც აქვთ ესეთი სიტუაცია, რომ არიან სოციალურად დაუცველები. ადგილზევე ჩვენ ვახდენთ მაგათ დიაგნოსტიკას, პირველად ასე ვთქვათ, დანიშნულებას, გამოკვლევას და თუ რომელიმეს ჭირდება უფრო სერიოზული ჩარელო, უფრო სერიოზული მკურნალობა, იმ მკურნალობას ჩვენ ვაგრძელებთ უკვე სამედიცინო ცენტრ ლანცეტში თბილისში. ძალიან დიდი საქმე ნამდვილად. და რამდენად ვიცით თქვენ ასევე შეგიძლიათ იგივე ამ სწორედ სტუმრებისთვის, რომლებიც შეიძლება საზღვარგარეთიდან იყვნენ ჩამოსული რეგიონებიდან, თქვენივე სასტუმროში გაქვთ ამის პოტენციალი, რომ მიიღოთ და თავად შეესთავაზოთ იქ თქვათ დარჩენა. ამ ეტაპზე რამდენი ავადმყოფის მიღება, პაციენტის მიღება შეუძლია მთლიანად სამედიცინო ცენტრს და ასევე იგივე ის სტუმრებისთვის რა შეთავაზებები არსებობს და ის ყველა ასე ვთქვათ ნავაროტკა რაც აქვს აი სამედიცინოც რომ ჩვენს ტელემაყურებელს მოუყვეთ. Xəstəxana demək 240 çarpaydan ibarətdir. Və bu çarpaylardan 34-ü reanimasyon çarpaylardır. Eyni zamanda hazırda bu xəstələrə, bu kontingent kateqoriya xəstələrə ehtiyac yarandığına görə 22 çarpayı da biz əlavə edirik. Yeni bir şöbə açırıq. Və üstəgəl yeni doğulmuşların reanimasiya şöbəsini açmaq fikrimiz var. Çünki həmin kontingentlə, patologiya ilə bağlı Tiflisdə problemlər var. Ona görə də bu biz işlərdə də yardımcı olmaq istəyirik. O ki qaldı əməliyyatlara bizim gündə 50-60 əməliyyat eləmək potensialımız var. Biz gün ərzində emergensiyadan, yəni qəbul şöbəsindən 50-60-80 arası xəstə qəbul etmə imkanımız var. მინდა აღნიშნო, რომ სამედიცინო ცენტრი ლანცეტი არის 240 საწოლიანი. ამ 240 საწოლიდან 24 საწოლი არის რეანიმაციული განყოფილების საწოლი და მოთხოვნიდან გამომდინარე ჩვენ უკვე ვზრდით რეანიმაციული საწოლების ასე ვთქვათ რიცხვს, კიდე ემატება რეანიმაციულ საწოლებს 22 საწოლი. ოდიში, მე მგონი ასეთი მასშტაბური არც ერთი საავადმყოფო არ არის რეანიმაციული. ასეთი მასშტაბური საავადმყოფო არც ერთი არ არის, რომელსაც აქვს ამხელა რეანიმაციული განყოფილება. და ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ ჩვენი ასე ვთქვათ მუშაობის პერიოდში, რომ აუცილებელია ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილება. ესეც ძალიან საჭიროა დღევანდელ სამედიცინო ცხოვრებაში, ჩვენ სამედიცინო ცხოვრებაში, ამიტომაც ჩვენი 2015 წლის პირველი ასე ვთქვათ კვარტალის გეგმებში, ამოცანებში აუცილებლად შედის ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილების გახსნა და საერთოდ ამ კუთხით გვინდა სერიოზულად მუშაობა. რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევებს, ერთდროულად კლინიკა ლანცეტში შესაძლებელია 80-მდე დიდი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. ერთდროულად, დიახ, ერთდროულად შესაძლებელია. კლინიკა ლანცეტს გააჩნია 15 საოპერაციო ოთახი, ამ 15 საოპერაციო ოთახიდან თითქმის ყველა სართულზე ჩვენ გვაქვს 5-6 საოპერაციო ოთახი, სადაც პარალელურად შესაძლებელია 5 ოპერაციის ჩატარება. ამასთან ერთად
სამედიცინო ლანცეტის მიმღები, ან ასე ვთქვათ, გადაუდებელი დახმარების განყოფილება, emergency არის საქართველოში ყველაზე დიდი, 18 საწოლიანი არის ამჟამად, გაფართოებას კიდევ ვფიქრობთ და კლინიკა ლანცეტის emergency მიმღებს შეუძლია ერთი დღის განმავლობაში 80-90-მდე პაციენტის მიღება და მომსახურება ამ პაციენტებისთვის. ეს არის ის ყველანაირი, ისე ვთქვათ, სამედიცინო კუთხე, რომელიც აქვს კლინიკა ლანცეტს. Bu işlerde de onu diyeyim ki siz bize çok büyük yardım gösterirsiniz. Yani sizin sayenizde demek xəstəxanamız daha çok tanınır. Müraciət edənlərin sayı günbəgün artır ve bu prosesdə siz Lancetlə bir yerdə Gürcüstan səhiyyəsi tarixində yeni bir tarix yazırsınız. ამ ყველაფერთან ერთად მე მინდა თქვენ კოლექტივს გადავუხადოთ დიდი მადლობა. თქვენც ერთგვარად ჩვენი თანამშრომლები ხართ უკვე, თქვენი მეშვეობით ჩვენი მოსახლეობა იღებს უფრო ასე ვთქვათ, ვრცელ ინფორმაციას ჩვენი კლინიკის შესახებ, იმის შესახებ თუ რას ვთავაზობთ ჩვენ და თქვენ ჩვენთან ერთად, ლანცეტთან ერთად საქართველოს სამედიცინო ისტორიაში შედიხართ და ასე ვთქვათ, ჩვენი ინფორმაციის წყარო ხართ მოსახლეობასთან. პირიქით, დიდი მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ იმისათვის, რომ აი ამ ხელა კარგ საქმეს აკეთებთ ქვეყნისთვის და ჩვენს გვიდგახართ გვერდით და ხართ ჩვენი გენერალური მხარდამჭერი. მოდით ძალიან მოკლედ კიდევ მინდა ვთქვა, ესე იგი სამომავლოდ იგეგმება თუ არა და წარმოგიდგენიათ თუ არა, რომ ლანცეტი გახდეს ერთგვარი ტურისტული მნიშვნელობის ცენტრიც კი საქართველოში. Hesab edirəm ki, biz artıq bu qısa müddət ərzində ona nail ola bilmişik. Bu günləri bizim mərkəzə Azərbaycandan, Ermənistandan, Şimali Qafqazdan, Rusiyadan, Türkiyədən, Avropadan pasiyentlər müraciət etməkdə davam edirlər və bu iş getdikcə də intensivləşir. Bizim bu günləri adı çəkdiyimiz bir çox ölkələrdə artıq nümayəndəliklərimiz açılıb. Yəni, elə hesab edin ki, bu proses artıq başlayıbdır. მე შემიძლია აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ 7 თვეა ჩვენ მუშაობთ, უკვე ეს შევასრულეთ, უკვე დავიწყეთ პროცედურა იმისა, რომ გავხდეთ ლიდერები სამედიცინო ტურიზმის კუთხით რეგიონში. დიახ, დღეს უკვე ჩვენთან მოდიან პაციენტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ფაქტი, რომ ამ ქვეყნებში უკვე არსებობს ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებთანაც დაკავშირება შესაძლებელია, რომლებიც ყველანაირი პრობლემის გარეშე უზრუნველყოფენ ამ პაციენტების ბენეფიციალის მსურველების გადმოყვანას ჩვენ კლინიკაში. Xüsusi olaraq qeyd etmək istəyirəm ki, il ərzində Azərbaycandan İrana, Türkiyə, Rusiya birlikdə hardasa 1 milyona kimi pasiyent gedirdi müalicə üçün. Bu günləri biz o marşrutu dəyişmişik. Artıq yəni Azərbaycan, Türkiyə, Azərbaycan, İran, Azərbaycan, Rusiya əvəz olunub Azərbaycan, Gürcüstan marşrutundan, Lancetlə. მე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ აზერბაიჯანიდან ერთი წლის განმავლობაში 1 მილიონი პაციენტი ბენეფიციარი მიედინებოდა ირანში, თურქეთში, რუსეთში სამედიცინო მომსახურებების მიღებისთვის. დღეს ჩვენ სამედიცინო ცენტრმა ლანცეტმა ეს მარშრუტი შეცვალა აზერბაიჯანის საქართველოთი. ანუ ეს 1 მილიონი, რომელიც წლის განმავლობაში მიედინებოდა ირანში, თურქეთში თუ რუსეთში, უკვე მიედინება, ну 1 მილიონი არ არის ჯერ, მაგრამ უკვე ეს პროცესი დაიწყო და მიედინება. ეს არის დასაწყისი ყველაფრის და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ შემთხვევაში სამედიცინო ცენტრი ლანცეტი რეგიონში იქნება საქართველოში იქნება სამედიცინო ტურიზმის დამფუძნებელიც და ლიდერიც. Biz necə ki turizm sahəsində bugün Gürcüstan böyük nailiyyətlər əldə edir, həmin nailiyyətləri biz tibbi sahəsində də etməyə çalışacağıq. როგორც დღევანდელ დღეს საქართველოს ტურიზმის კუთხით ვითარდება, ძალიან დიდია საზღვარგარეთიდან საქართველოს მიმართ ინტერესი ტურისტული კუთხით, ჩვენც აუცილებლად სამედიცინო ტურიზმის კუთხით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს სამედიცინო სფერო იყოს მიმზიდველი და ჩვენ ვიყოთ სამედიცინო ტურიზმის ცენტრი.
Yəni bu tarixən də belə olubdur. Qafqazda Tiflis mədəni mərkəz rolunu oynayıb. Azərbaycandan, Ermənistandan, yaxın bölgələrdən insanlar gəlib Tiflis şəhərində gimnaziyalarda oxuyublar. ეს ისტორიულადაც ასე იყო. თბილისი ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ, ამიერკავკასიის, კავკასიის ცენტრი. კავკასიის ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ და აქ გიმნაზიებში სწავლობდნენ, კულტურას სწავლობდნენ და ვითარდებოდნენ. Həmin ənənəni biz davam elətdirmək istəyirik. აი ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტრადიციას აუცილებლად. სამეცნიერო. კეთილი და ვიდრე დაგებშიდოებოდეთ, მე მინდა მოგვიყვეთ თქვენი საახალწლო ტრადიციები გაგვანდოთ, როგორ შეხვდებით წლევანდელ ახალ წელს და ასევე მაინტერესებს რამე განსხვავებული და განსაკუთრებული ტრადიცია ხო არ გაქვთ ახალ წლის შეხვედრის. Bizdə də yeni il demək olar ki, təxminən Gürcüstandakı kimi olur. Ona görə ki, biz hər ikimiz Sovetlər Birliyi məkanında yaşamışıq və tarixən də bu yeniliyi demək olar ki, bütün millətlər az çox fərqlə eyni dərəcədə, eyni formada qəbul edirlər. Yeni ildə mən yeni il gecəsini istəyirəm öz ailəmlə birlikdə keçirim. Yəni gecə uçuram Bakıya. Mənim ailəm hələlik Bakıda yaşayır. Allah qoysa bu yaxın gələcəkdə onların da bura köçürülməsi üzərində danışıqlar gedir ailədə. Çox güman ki, onlar da razılıq verəcəklər, onlar da burada bizlə birlikdə burada yaşasınlar. ახალი წელი აზერბაიჯანშიც თითქმის იგივეა, როგორც საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შორის ცხოვრობდით წლების განმავლობაში და ასე თუ ისე იმ ხალხებში, რომლებიც შედიოდნენ ამ პოსტსაბჭურ სივრცეში, ჩამოყალიბდა ერთნაირი საახალწლო განწყობა და ერთნაირი ახალი წლის ასე ვთქვათ აღნიშვნა. რა თქმა უნდა, ეს არის დეტალები, რომელიც ეხება სუფრას, ანუ ქართულ სუფრად, აზერბაიჯანულ სუფრა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ თითქმის ერთი და იგივე ახალი წელი გვაქვს. რაც შეეხება მე წელს ახალ წელს შევხვდები ჩემ ოჯახთან ერთად. დღეს ღამით მივფრინა ბაქოში, რომ ახალ წელს ვიყო ოჯახთან ერთად და ჩემი ოჯახი ჯერჯერობით ცხოვრობს ბაქოში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩემს და ჩემს ოჯახს შორის, რომ ისინი უკვე ჩამოვიდნენ საქართველოში სამუდამოდ და აქ ვიყოთ ყველანი ერთად და მე მგონი მოვახერხებ 2015 წელს, რომ დადებითად დამთავრდეს ეს მოლაპარაკებები და ისინიც იყვნენ აქ საქართველოში და ყველანი ერთად საქართველოში ვიცხოვროთ და მომავალ წელს ერთად აღნიშნოთ ახალი წელი საქართველოში მთელი ოჯახით. კეთილი. მე მინდა რომ თქვენ ორივემ ისარგებლოთ ჩვენი ეთერით, მიულოცოთ მოსახლეობას ახალი წელი, დამდეგი ახალი წელი და ესე კეთილი სურვილებით დავშვიდობთ. Çox sağ olun. Demək ki, biz sizin sayənizdə siz özünüz də iştirak elədiniz. Yəni bu məlumatların düzgün çatdırılması baxımından biz eyni zamanda ilin sərmayəçisi, ən böyük sərmayəçisi mükafatına layiq görüldük. Yəni onu aldıq. Mən elə gəlir, bu mükafatın alınmasında sizin də böyük rolunuz oldu. Necə ki, siz bu informasiyaları lazım yerlərə çatdıra bildiniz. მინდა შეგახსენოთ ერთი ფაქტი, თქვენ ციცოდით, თქვენც მიღებდით მონაწილეობას ამ დაჯილდოებაზე. ჩვენ წელს გავხდით წლის ინვესტორი და მივიღეთ სოფლის მაშენებლების, ასე ვთქვათ, პრიზი. ამაში ამ პრიზის მიღებაში როგორც ჩვენი დიდი დამსახურება ის არის რომ ჩვენ მუშაობდით, თქვენი დამსახურება არის ის რომ თქვენ აწვდიდით ინფორმაციას, მოსახლეობას იმის შესახებ თუ რას ვაკეთებთ ჩვენ და ამიტომ უპირველეს ყოვლისა მე თქვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. Və ən isti münasibət ümumiyyətcə Gürcüstanda investorlara bu mətbuat vasitələridir. O da onu ispat edir ki, Gürcüstan doğrudan da azad, demokratik, hüquqi devlətdir və onun mətbuatı azaddır. Mətbuatı da azad olduğuna görə onlar hər insanın yanındadırlar. საქართველოში ინვესტორების მიმართ ყველაზე თბილი, ყველაზე ასე თქვათ სიყვარულით სავსე დამოკიდებულება თქვენ გაქვთ, მედია საშუალებებს გაქვთ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ასე თქვათ საქართველოში არსებობს დემოკრატიული თავისუფლება, იურიდიული თავისუფლების საფუძვლები, რომ თქვენ როგორც მედია საშუალება შეგიძლიათ იმ ინვესტორის გვერდზე დადგეთ, რომელიცაც თვლით საჭიროთ. ანუ არანაირად ახდენ სხვა მომენტები არა გაქვთ. კეთილი.
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აი ამ დიდი საქმეების მართლაც სულ ჩადგმისთვის და კეთებისთვის. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენს გვერდით და დიდი მადლობა დღეს სტუდიაში სტუმრობისთვის. მე კეთილ მგზავრობას გისურვებთ და ბედნიერი ახალი წლის დადგომას გისურვებთ. ასევე თქვენს. დიდი მადლობა. რომ სამედიცინო ცენტრ ლანცეტის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი ბატონი ფარმან ჯეილანი გახდა ჩვენი სტუმარი და ასევე გენერალური მენეჯერი ქალბატონი რამილია ალიევა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს სარეკლამო ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.